ვის დაასანქცირებს ამერიკის შეერთებული შტატები პირველ რიგში. ჯო უილსონი მეგობარი აქტის ფარგლებში დასასანქცირებელ ქართველ პირთა სიას ავრცელებს. სიაში ქართული ოცნების ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მოსამართლეები, ბიზნესმენები და ოცნების პროპაგანდისტები მოხვდნენ. უილსონის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ ეს არის საქართველოში სახელმწიფოს მიტაცებაში ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობთა სია, რომლებიც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ჩრდილოვან მმართველს, ქართული სახელმწიფოს მიტაცებასა და ქვეყნის ჩინეთის, ირანისა და რუსეთის სამსახურში დაყენებაში ეხმარებიან. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ ვინ არიან იმ დესტრუქციული ქმედებების ორგანიზატორები, რომელთა მიზანი საქართველოში ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართული დემოკრატიის ლიკვიდაციაა. მათი თქმით, ამ ადამიანების სახელები საქართველოს ისტორიაში შავი ასოებით ჩაიწერება. გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ ვინ არიან ორგანიზატორები იმ ასე ვთქვათ დესტრუქციული ქმედებების, რომელთა მიზანი არის საქართველოში სახელმწიფოებრიობის, ქართული სახელმწიფოებრიობის და ქართული დემოკრატიის ლიკვიდაციის, ასე ვთქვათ, გეგმაზეა საუბარი და ამ გეგმის ორგანიზატორები და მთავარი შემსრულებლები არიან ის ადამიანები, ბიზნესის წარმომადგენლები, პოლიტიკური წრეს წარმომადგენლები, სასამართლო სისტემის წარმომადგენლები, რომელთაც ვიხილეთ აი ამ სანქცირებულთა სიაში. ეს ადამიანები სამწუხაროდ შავი ასოებით ჩაიწერებიან მათ შორის საქართველოს ისტორიაში, იმიტომ რომ ქართული დემოკრატიის და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს არის უპრეცედენტო გალაშქრება, როდესაც ამ ადამიანებმა არა მხოლოდ გადაუხვიეს ჩვენი ეროვნული კურსიდან, არამედ საფრთხე შეუქმნეს ევროატლანტიკურ სივრცეს. და ამ სანქციების კუთხითაც კიდევ ერთხელ ჩნდება, რომ ჩვენ ვართ ნაწილი ევროატლანტიკური სივრცის, დასავლეთის ნაწილი ვართ და უსაფრთხოების პრობლემა საქართველოში არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა, არამედ მთელი ჩვენი პარტნიორების, ბუნებრივი მოკავშირეების მიერ აღიქმება როგორც მთელი ევროატლანტიკური სივრცის გამოწვევა და პრობლემა. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გავრცელებული სია ადასტურებს ძალიან მკაფიოდ, რომ აშშ დიდი ყურადღებით ეკიდება საქართველოს მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესს, რომ ისინი ძალიან კარგად არიან ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რომ ვინ კვებავს ივანიშვილის ბოროტმოქმედ არალეგიტიმურ რეჟიმს, და რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არც პოლიტიკოსებს, არც პროპაგანდისტებს და არც სხვადასხვა კატეგორიის პირებს, იქნება ეს მოსამართლეები თუ საჯარო მოხელეები, არ მიეცეს იმის შანსი, რომ ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხის არჩევანი ერთხელ სამუდამოდ იქნას დასამალებული და რომ შედგეს რუსიფიკაციის პროექტი, რომლის აქტიური მცდელობაც და ძალისხმევაც ახლა მიმდინარეობს ჩვენს წინაშე. ესია ადასტურებს, რომ ამერიკა არის მოწადინებული იდგეს ქართველი ხალხის და ქართველი ხალხის დემოკრატიული პროტესტის გვერდით. მეგობარი აქტი მრავალი შრისგან შედგება, თუ ვინ უნდა დასანქცირდეს, ეს წინასწარ გამოცხადებული სიეც არის ძალიან მნიშვნელოვანია, ქართულმა ოცნებამ იცოდეს რა ბედიელით მათ. ამიტომ აქამდე რაც ხდებოდა, ხოლმე ყოველთვის იყო რომ ჯერ იყო კონკრეტული кейსები და მერე სანქცირდებოდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ამერიკამ მიმართა ძალიან ისეთ საინტერესო მეთოდს, წინასწარ გამოცხადა სიები, ვინც ჩართული არიან უშუალოდ დემოკრატიის უკუსლაში ან იმ ძალადობაში, რასაც ქართული ოცნება ახორციელებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ბიზნესმენების საკითხს, ვინაიდან ის ბიზნესები არის, ვინც აცოცხლებს და აძლიერებს ივანიშვილის რეჟიმს, ვინც დღემდე მოიყვანა ივანიშვილის რეჟიმი, რუსული რეჟიმის სინამდვილეში და ამიტომ მათი დასანქცირება არის საცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ვინაიდან ისინი კვებავენ ასეთ რეჟიმებს. ამიტომ სასანქციო სისტემა მუშაობს, ამუშავდება კიდევ უფრო კარგად და კიდევ აქვთ ქართულ ოცნებას შანსი, რომ დანიშნონ ახალი და თავისუფალი არჩევნები და განათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები, რომელიც ასევე იკითხებოდა მეგობარი აქტის მთავარ გზავნილებში. გადავკიდა ფაქტობრივად ყველა პარტნიორი ქართულმა ოცნებამ და თან გადავკიდა ისე, რომ ვერც მეორე მხარეს, აი რომ იძახის პროპაგანდა სუვერენიტეტი ხო აი ქვეყნის. აი ამ სუვერენიტეტის და ტერიტორიული ხელობის ნაწილში ვერანაირ პროგრესს ვერ მივახცევთ. ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ქვეყანა მისი ქმედებებით. იმ ქმედებებით, რომ გადადგა ანტიდემოკრატიული ნაბიჯები, იმ ქმედებებით, რომ ფაქტობრივად პოლიტიკური იზოლაციაშია ქვეყანა, იმ ქმედებებით, რომ სოციალური პირობები უარესდება, ყავს უამრავი პოლიტპატიმარი, ათხადად და სრულად არის ნაჩვენები მთელი ვერტიკალი, ხო, ეს არის პროპაგანდა, ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლება და ეს არის რეჟიმის სპონსორები. აი ეს ლოგიკური, ესე ვთქვათ, ჯაჭვი, რითაც ქართული ოცნება ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. ჯო უილსონის მიერ გამოქვეყნებულ სიაში მოხვდნენ ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გომელაური, ანდრე ოხანაშვილი, პაატა სალია, მაკა ბოჭორიშვილი, ქართული ოცნების აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი სულხან თამაზაშვილი. ტრამპის თანაპარტიელის მიერ გამოქვეყნებულ სიაში ასევე შალვა პაპუაშვილი, ნინო წილოსანი, მამუკა მდინარაძე, ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი სამხარაძე და თია წულუკიანი. დასასანქცირებელ პირთა სიაში მოხვდნენ მოსამართლეები, რომელთა შორის არიან მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, შალვა თადუმაძე და სხვები. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე
ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ მეგობარი აქტი და ის სია, რომელიც გამოქვეყნდა, იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოს მთავარ პარტნიორებთან იზოლაციაში შედის. სპეციალურ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებულ ღრმა პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილია. მეგობარი აქტი და ის სია, რომელიც გამოქვეყნდა და რომელიც ეხება პრაქტიკულად ყველა ოცნების მაღალ ჩინოსნებს და ალბათ ამითი არ თავდება, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევდივართ ამავდროულად იზოლაციაში, ქვეყანა შედის იზოლაციაში ჩვენ მთავარ პარტნიორებთან, ერთის მხრივ ევროკავშირთან, რომელსაც ყოველდღიურად ოცნების წარმომადგენლები ისე თუ ასე ლამძღავენ, შეურაცხყოფას აყენებენ მათ და მეორეს მხრივ ამერიკასთან და ყველამ ვიცით, რომ სია იმას ნიშნავს, ხვალ სენატში, ხვალ თუ ზეგ სენატში გაივლის ეს სია და შემდეგ დაელოდებიან, როდის მოაწერს ხელს პრეზიდენტი, მაგრამ უკვე მოქმედებს ეს სია, იმიტომ რომ ასეთ სიაში აღმოჩენა ნიშნავს, რომ ყველა საზღვრებზე და ყველა ქვეყნებში უკვე ეს გვარები და სახელები ცნობილია. ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე ამბობს, რომ მეგობარი აქტი რეალურად მტრული აქტია და მისი მიღებით კონკრეტულ მომენტში Deep State-მა სძლია ტრამპის ადმინისტრაციას. ყობახიძის თქმით, მას აქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ საბოლოო ჯამში პრეზიდენტი ტრამპი აჯობებს Deep State-ს. მეგობარი აქტის მიღების შემთხვევაში სანქციებს ვერც ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენები გადაურჩებიან. გამოქვეყნებულ დასასანქცირებელთა სიაში მოხვდნენ ბიზნესმენები უჩა მამაცაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, ოთარ რომანოვ ფარცხალაძე და ნოშრევან ნამორაძე. დოკუმენტის თანახმად სანქციებს მიღმართ ქართული ოცნების პროპაგანდისტები დარჩებიან. დასასანქცირებელთა შორის არიან ტელეკომპანია იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძე, პოსტივის დამფუძნებელი ლაშა ნაცვლიშვილი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე და ამავე არხის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი. სიაში ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური, გენერალური პროკურორი გიორგი გაბეტაშვილი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო კაციტაძე, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.